დღეს ოზურგეთის საკრებულოში საფინანსო, საბიუჯეტო და განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე ლელო ძლიერის საქართველოს წარმომადგენლის დეპუტატ ლავრენტი ქვილორიას რეკომენდაციის საკითხი განიხილეს, რომელიც 2026 წლის ბიუჯეტში პირველ კლასელთა უფასო კვების საკითხს შეეხება. გათვალისწინების შემთხვევაში ბიუჯეტს აღნიშნულის დაფინანსება 500.000 ლარზე მეტი დაუჯდება. როგორც საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გელა ჩავლეშულმა გვითხრა, რეკომენდაცია ჯერჯერობით ვერ გათვალისწინდა პროცედურული ნორმების ვადების დარღვევის გამო. ჩვენი კოლეგის ლავრენტი ქვილორიას კონკრეტული ინიციატივაზე ჰქონდა საუბარი. განხილვა ჰქონდა ამ საკითხის, უნდა მოგახსენოთ, რომ შესაბამისად წინააღმდება წარმოდგენილი იყო ვადების დარღვევით, ანუ ვადა კონკრეტულად 25 ნოემბრისათვის ჩვენ კომისიებისა და ფრაქციების მიერ წარმოდგენილი შეიმჩნევა და რეკომენდაციები გადაგზავნილი იქნა მერიაში და ამჯერად ბატონი ლავრენტის წინააღმდება ვერ მოხვდა ამ ნუსხაში, იმის გამო რომ ფაქტიურად ჩვენ აღარ ქონდა ის ვადა იყო დარღვეული. ამის გამო ვერ იქნა გადაგზავნილი მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზეზის გამო. ეს წინააღმდება ეხებოდა პირველ კლასელთათვის უფასო კვების გათვალისწინებას ბიუჯეტში. და ჩვენ მოხარული ვართ აუცილებლად, ძალიან მოგწონს ასეთ წინააღმდებები, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, ვადა შესაბამისი ვადაში ვერ იქნა ეს წინააღმდება წარმოდგენილი და ამის გამო ვერ იქნა გადაგზავნილი მერიაში.